ირაკლი გავიცანით, უგნებავთ იყოს სავაჭრო დეპარტამენტში იყო მე მგონი, როდესაც პირველი ვერტალიოტი ვიყიდე ფრანგული. ყველაფერი იმ საბედისწერო ვერტალიოტით დაიწყო. მერე იყო წინსვლა, აღზევება, თანამდებობები, საათები, ჩარტერები, ქონება, ფული, ბევრი ფული. ეს ყველაფერი მხოლოდ მადლობებისა და უპირობო მონობის სანაცვლოდ. მან აბსოლუტურად ყველაფერი დააყენა რისკის ქვეშ. პირველ რიგში მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის საოცრება, რაც ამ ერთმა ადამიანმა მართლაც საოცრებმა პიროვნებამ ბატონ ბიძინამ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. როგორც ბატონ ბიძინა ამბობდა. ეს ბიძინა კაცი როგორც ამბობდა. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ბიძინაობაც გადავაგორეთ ერმა. ახლა რომ დასაჭერად არიან გამზადებულები, ეგ ხალხი გვილოცავდა პირადად. მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1 ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და მადლობთ. არაფრის ირაკლი, პირიქით მადლობა, რომ ამ 13 წლის თავზე ქოცური მმართველობის მავნებლური სახე საკუთარ მაგალითზე წარმოაჩენინე შენივე ყოფილ თანაგუნდელებს, ძმობას რომ ეფიცებოდი იმათ. დიდი მადლობა ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის postre ბატონი ირაკლი ხარიბაშვილის კანდიდატურა. ულოცავ ბატონ ირაკლისა მადლობას გადავხდი სამწლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა. გთხოვთ ბატონ ირაკლი. სულ სამ გზაზე წარმატება უსურვო და ძმური თანადგომა აღუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი გობახიძეს. ამოღებულია ნაღდი ფული საერთო ჯამში 7.200.000 აშშ დოლარისა და 136.000 ლარის ოდენობით. 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი. ძვირადღირებული ნახატები. დინარაძის სუსი ჯერ მეც არაფერს გვეუბნება. ყოფილ პრემიერს, სუსის ყოფილ ხელმძღვანელს, ყოფილ მთავარ პროკურორს და მათთან დაკავშირებულ 8 პირს ვჩხრეკთ და ოქროებს და ფულს პოულობდო. ღარიბაშვილის საყვარელი აქსესუარი, საათებიც იპოვეს თურმე. არ ვიცი სუსმა სულ რამდენი საათი ამოიღო, მაგრამ თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილის საათების ღირებულება 9 მილიონ ლარს აღემატებოდა და დეკლარაციაშიც კი არ ეწერა. მადლობთ. კორუფციული ოცნების პირობებშიც კი ღარიბაშვილი ყოველთვის გამორჩეული იყო ამ მხრივ არსებული კითხვების რაოდენობით. კახა კალაძის შემდეგ ცხადია. მერე ამ არსაიდან მოსულ ფულს ხან მამას აბრალებდა მაჩუქაოდა, ხან საერთოდ დეკლარაციაში არ უთითებდა. რაც დავთვალე, ოფიციალურად პენსიონერ მამას მისთვის 800.000-ზე მეტი აქვს ნაჩუქარი. ჩარტერის ფულიც ხომ ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა თურმე. სად არის ქვითარი იმისი, რომ ჩარტერის ფული გადაიხადა ღარიბაშვილის მამამ? ვის მოვთხოვოთ? არ გვაძლევენ. არ გვაძლევენ. გაასაჯაროებს? ესე იცით თქვენ რომ გაასაჯაროებს? არ გვაძლევს, ვითხოვთ და არ ვაძლევთ. მე შევეხმიანები და ვთხოვ რომ გაასაჯაროებს. პირდებით. ქვითარი არის და გადარიცხვით არ არის რაღაცა. გადარიცხვით თუ არ არის ქვითარი? ანუ არ არის აუცილებელი ამობეჭდილი იყოს, ელექტრონულადაც შეიძლება. ვთხოვ პირდებით. მამუკამ ეს დაპირება ნამდვილად შეასრულა, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ღარიბაშვილს მართლაც შეეხმიანა და თან როგორ. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. თუმცა შეხმიანებამდე მამუკა გვიძალიანდებოდა. დაიხადა იმ კაცმა შვილიშვილის განგზავრებაში ეს თანხა. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება. ჩემთვის სარწმუნოა. მოძების დაწყების საფუძველი კი არა. ეს არის შეტევა, ეხლა თქვენსაც აკეთებთ, შეტევა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ სააკავშირს ჩამორეცხოთ ის ათეულობით და ასეულობით მილიონი. დინარაძის სიჯიუტე იქეთ იყოს და აუცილებლად უნდა შევახსენო, რომ იმ თანხას, რომელსაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ედავებოდნენ და ყველანაირი მტკიცებულების გარეშე უმტკიცებდა მათი მართული სასამართლო, უკვე ძალიან დიდი ოდენობით გადაასწრო იმ კორუფციული ფულის რაოდენობამ, რომელსაც საკუთარ ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან თუ ჩხრეკისას აღმოუჩენენ ხოლმე. რომ აღარაფერი ვთქვათ, არსაიდან თბილისში გათეთრებულ 600 მილიონზე, რომელიც ამ ეტაპისთვის მხოლოდ ლომბარდის ერთ მფლობელს აქვს მიწერილი და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის ოცნების ხელისუფლების პირობებში თუ მათ გარეშე. ასეთ ადამიანს მეგობრებო, მადლობა კი არ ეკუთვნის. ასეთ ადამიანს ეკუთვნის ყოველდღე მადლობა.
ღარიბაშვილი მართლაც ყოველდღე უხდიდა ივანიშვილს მადლობას, მაგრამ ამან ვერ უშველა. ვერც ცოლის cover ფოტომ უშველა, ვერც სხვას უშველის, დრო რომ მოვა. ნუნუკა თამაზაშვილის გრანდიოზულ დაბადების დღეებს რომ თავი დავანებოთ, რომელსაც თურმე დაქალები უხდიდნენ, ნეტა იმ დღეს რაბედი ეწია ქმარმა რომაჩუკა. სხვა თუ ვერაფერში იყენებს, ის ცხენი შეუძლია გაუშვას პატრიარქმა რომაჩუკამ მის ქმარს. იმედია ცხენს მაინც გააშვებინებენ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი პასუხი. ძალიან დიდი მადლობა. მაგარიცი. კი, მე მყავს. თუმცა როგორც ირკვევა, ციხესაც აქვს თავისი პლუსები. რატი ბრიგადამ შექმნა ციფრული უნივერსიტეტი პატიმრებისთვის. ხოდა კარგია, ეგ ციფრული უნივერსიტეტიც თავად გამოგადგება ახლა, თუმცა რაღაცი გჭირდება, უკვე ხომ ყველაფერი ისწავლე. ისეთი გამოცდილება მივიღე ბატონი ბიძინასგან, ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ მიიღებს ადამიანი. თქვა ერთხელ ღარიბაშვილმა. ნეტა თავად რატისად გაქრა, ყველაფერი რომ აკადრებინეს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის დასაწყისში და მერე მოხსნეს თანამდებობიდან. ნეტა მაგას რაბედი ეწევა. ღარიბაშვილის დროინდელ მინისტრებს თუ გადავხედავთ, ყველა სადარდებელია. ჯუანშერი უკვე დაბინავებულია. ბოროტიენები ამბობენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც მიმდინარეობს მოკვლევაო. არა და ვინ იფიქრებდა, როგორი გულწრფელი ჩანდა ირაკლი ქარცელაძე სადღე გრძელოებში. ეს არასაც დღეს ვაკეთებთ. ის ფუძი არის და სხვანაირად არ შეგვიძლია. სხვანაირად ვერც ვაკეთებთ. ფუძე ერთია, წესიერება, პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული. ის რასაც ჩვენ ქართულში ვსავლობდით და მარტო საქმეში კი არა, ცხოვრებაშიც რო ასე არის. სხვანაირად რო არ ახარ, არ წარმატებული ადამიანი, არ წარმატებული ოჯახის წევრი, არც მეზობელი ჩემო ბატონო, არც ნათესავი. ეს ყველა ის ფასეულობაა, რასაც ჩვენ ასე უფრთხილდებით. რა ისწავლეს ქართულში ღარიბაშვილმა და ქარცელაძემ არ ვიცი, მაგრამ მაშინ ნამდვილად კმაყოფილები იყვნენ. ამ კაცმა მართლაც შეცვალა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება კი არა, ზოგადად მთელი ქვეყნის ცხოვრება. Game changer რომ მithქვიან, ეს სწორედ ასეთი ადამიანი არის და როცა მთელი შენი ცხოვრება ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და სულს ეშმაკს მიყიდი, მერე უნდა იცოდე, რომ როგორც უკეთესობისკენ შეუძლია შეცვლა, ისე უარესობისკენ. და ღარიბაშვილის ადგილზე ყოფნას ახლა მართლა მტერს არ ვუსურვებ. მალობთ. რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რომ შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები. თქვა ერთხელ ივანიშვილმა ღარიბაშვილზე და წლების განმავლობაში მართლაც აქტუალური იყო ღარიბაშვილისა და მისი კახური კლანის თემა. თუმცა ის ჯიუტად ამტკიცებდა, რომ თქვენ არ გწმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არის ნათესავი. ვინ არის ნათესავი და ვინ არა, მაგას ყველაფერს ბიძინას მდინარაძის სუსი გაარკვევს ახლა. ვპირდებიან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ შეგატყობინებთ. თუმცა მესამართალი არსებობს ღარიბაშვილს პასუხი ორგანიზებული ძალადობის წახალისებისთვისაც უნდა მოეთხოვოს. 5 ივლისს პირდაპირ მთავრობის სხდომიდან რომ გასცა ნებართვა ძალადობაზე და მერე ამ ჯოჯოხეთურ დღეს ჩემი კოლეგის ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა. წინააღმდეგ დემონსტრაციულად პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, მარშისტულ აღლუმის ჩატარების ამას მეგობრებო ყველანი უნდა დავიმორჩილოთ. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატია. დემოკრატიის სათავეზე ვგევართ და უმაღლეს წერტილში ვარ დემოკრატია. ღარიბაშვილის უწყებამ ხალხის მოძალადეებისგან დაცვა ვერც 2013 წლის 17 მაისს მოახერხა. მაშინ არ ამბობდა, მაგრამ ალბათ ფიქრობდა, რომ უმრავლესობას ყველაფრის უფლება აქვს და უმცირესობას არაფრის. ყველა ქოც შორის ღარიბაშვილის სიძულვილის ენით გამორჩეული ქოცი იყო. მისი ყველა ანგარიში პარლამენტში თუ გამოსვლები მძიმე და საკვანძო მომენტებში სიძულვილს ვერ იტევდა ყველას მიმართ, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი ჰქონდა. ქვეყნის განადგურება უნდა თამარ. ისე როგორც გაანადგურეს ერთი ქვეყანა, ვერ აირიდეს თავიდან ომი. შენ რატომ ვერ აირიდე ირაკლი ბიძინასთან ომი, თუ ასე მარტივი ასარიდებელია? შეიდინეს ღალატი. ჩვენი ეროვნული ინტერესების საბოლოოდ ირაკლის ეროვნული ინტერესები ლეპტოპზე დაკრულ ერეკლე მეფისა და ვაჟა ფშაველას სტიკერში ჩაედია. ეს არის სახე. ეს არის სახე ჩვენი დეგრადირებული, გაუბედურებული ოპოზიციის, დესტრუქციული ოპოზიციის.
ამ ღვარცსა სიზულვის რომ აფრქვევდა, რას იფიქრებდა ირაკლი, რომ ერთ დღეს თავად გახდებოდა გაუბედურებული. უპასუხისმგებლო მავნებელ ოპოზიციას. რა აქვს ამას სადაფარებო საერთოდ? ან როგორ ბედავ საერთოდ? ითქვებს როგორ მისვამთ? მართლა როგორ ბედავდი ირაკლი შენი კორუფციის და მოპარული ფულის პატრონი ამ გონორით ლაპარაკს? საერთოდ ისი თავია, ამათ თუ წარმოუდგენიათ, ამათ რამე გაბედონ. უნდა იცოდე კაცმა რამდენი გაბედო და რამდენი არა. ზომიერებასაც ცოდნა უნდა. არადა წესით თავიდანვე იცოდა თითქოს რომ არავის არაფერი შერჩებოდა. არავის არ ვაპატიებ რაიმე პატარა გადასტომას. არავის არ ვაპატიებ რაიმე პატარა გადასტომას. ნამდვილად, მეც ეგრე მგონია რომ ბიძინა არავის აპატიებს გადაცდომას. მხოლოდ მას შემდეგ რაც მის კეთილ განწყობას დაკარგავთ. მაგრამ პატარა გადაცდომა შენს მილიონებთან რა მოსატანია. ყურადღებით წყნარად იყავით, წყნარად მეგობრებო. ირაკლი ახლა ალბათ ვერ არის წყნარად. მაშინ წყნარად იყო ტრიბუნაზე რომ ზისხს აფრქვევდა და მე ამის გამო ყველა მადლობას უხდიდა. ბატონო პრემიერო, რადგან ჩვენი ოპონენტები არ გეტყვიან მადლობას, მე გეტყვით ამისთვის დიდ მადლობას. თქვენ და თქვენ სამთავრობო გუნდს რომ ძალიან კარგად აწყობილი სისტემა გაქვთ. მართლაც აღმოაჩნდა კარგი აწყობილი სისტემა ღარიბაშვილს და მის გუნდს, ოღონდ ფულის შოვნის სისტემა. მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80% სახელით მადლობას. სოფიო პოლიტიკურად ასეთ მნიშვნელოვან დროს გიჭირავთ სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც არის ენა, მამული და სარწმუნოება. ენა, მამული, სარწმუნოება და ოქროს ზოდები ჩამიმატეთ სადმე ქალბატონო რიმა. მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელსაც თქვენი გუნდი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. და მაქვს კიდე ერთი სურვილი, გისურვებთ კონსტრუქციულ არა მოღალატე ოპოზიციის ყოლას ქვეყნისთვის და პირობა, რომ პრიგოჟენის პარტიის ფილიალი ქართული, რომლის ლოგოზე უნდა იყოს კასტილი, არასოდეს რომ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამის პირობა უნდა წავიღო უკან ბატონო ირაკლი. არამოღალატე ოპოზიციის ნასურვები ღარიბაშვილი ახლა თავად იქცა მოღალატედ ქოცების თვალში და რა საოცარია რომ ამ მლიქნელებიდან არც ერთს ერთი წამითაც არ გასჩენია სურვილი რომ რამე მის დასაცავად ეთქვათ. სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. კოლექტიური ქოცი სუსის ბრიფინგის დღესვე მოერგო პარტიის მესიჯბოქს და აი მთავარი მესიჯბოქსიც. ყველა მოღალატის დედავატირე და გენპროკურორმა წყვილად არ ჩაატარა ბრიფინგი, გაირკვევა ყველაფერი. ვინ არის მოღალატე, ვინ სხვა არის. არადა იყო დრო ოცნების დეპუტატები ნაკლს ვერ პოულობდნენ ღარიბაშვილის მმართველობასა და პიროვნებაში. ნაკლი რამე აქვს არა მას რამეში. არა, ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი არის წინვალებრები მინისტრი. ნაკლი არა აქვს. არა. ჩვენ ახლა ნაკლზე ვსაუბრობთ იმ წარმატებებზე, რაც მოხსენება გააკეთა. ყველა სფერო შეიძლება გადახედეთ ნებისმიერ სფეროს, სადაც წარმატება არ აქვს ქვეყანას. გადახედეთ ნებისმიერი სფერო. მითხარით თუ არ აქვს. რამე არის ისეთი, რაც ქართულ ოცნებას არ გამოუვიდა ამას წელიწადში. თქვენ ეძებთ ახლა რაღაცა ისეთ რაღაცას, რომ ვერი ააგოთ რაღაცა. არა, თქვენი აზრი მაინტერესებს. უნაკლოა. ჩვენი აზრი არის ის, რომ ყველა მიმართულებით აქვს წარმატება ამ ადამიანს. მამული, ენა, სარწმუნოება, ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია, ღირსება, წესრიგი, განათლება. ეს არის აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა, ამას დარაჯობთ თქვენ. ლადოსთვის დიდად არაფერი შეცვლილა. ახლა ამ ყველაფერს სხვა დარაჯობს. იქამდე, სანამ პატრონი მასაც არ მოიძულებს და როცა მოიძულებს, კოლექტიური ლადოც იმ წამსვე შეიცვლის დამოკიდებულებას და მორიგ შემოთავაზებულ ვარიანტზე გადაეწყობა. მინდა გითხრათ, რომ როგორც მაქციები ჯვარზე, ისე არიან ჩვენი ძვირფასი ოპოზიციონერები სიმართლის გაგონებას. რა და ჯვრები მართლაც ყვარებიათ ქოცებს. ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და დანარჩენების სახლებიდან ამოღებულ კილოობით ოქროში ჯვრებს გამორჩეული ადგილი უჭირავთ. ტყუილად კი არ უხდიდა ის ხალხი ღარიბაშვილს მადლობას მართლმადიდებლობისთვის. დიდი მადლობა. აი, მადლობა თქვენ. აღშენებლობისთვის, საქმის აღსაკეთებლად, თქვენი პატრიოტიზმისთვის, მართლმადიდებლობისთვის. და ამ ყველაფერი კარგი. მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა რომ მშვიდობა გვაქვს საქართველოში. აი, ჩვენ მეჭხუმელი ქანების სახელი. თქვენმა ყოველმა ნაბიჯმა იხაროს. თქვენმა ყოველმა ნაბიჯმა. ეს მადლობებიც ისეთივე ყალბი იყო, როგორც ღარიბაშვილის წესიერება და პატრიოტიზმი აღმოჩნდა ბოლოს. ქოცის ლოგიკას თუ გავყვებით, პატრონსაც კი უღალატა, არათუ სამშობლოს. თუმცა კარგახნის წინ იძახდა ის კაცი, რაც გინდათ ის დაუძახეთო. დივანებით ყავდათ რა ეს? ისე
რადგან ის დაარქე, როგორც გინდა, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ. სანამ უფროსი ივანიშვილი ამის უფლებას მოგცემდა, მანამდე უმცროსმა ივანიშვილმა მიგვანიშნა თუ რა უნდა დაგვეძახა მისთვის. დაიხედებს უბრალოდ. Yo takiego tego ministra da tego się czaicie bae. Achos takiego segunda jechała stada. Antoni, dawaj to. Guys, mama, dawaj. Antoni, ty presa jak waj, tak się wlada ze tu raczej. Aga się odesić. Kiwa to. ხული ავალთ მაინც ახლა მან მომდომო დაავალ და ისე მაინც ვეთქვი შენ იქ და შემოსულია მე ფილანძღვა და მეორედ გააკონტროლე მე შენის პრობლემას კები მოაწყდება მე შეიძლება მომწვეთ წლები გადის და ეს ვიდეო ისეთივე ამაზრზენად რჩება როგორც პირველ დღეს იყო. შემზარავია იმის მოსმენა, თუ როგორ აბულინგებდა ოლიგარქის შვილის სკოლის მოსწავლეებს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ჩართულობით და როგორ უხაროდა ეს პრემიერს. სკოლაში ჩაფსული ვიყავი მე და დღეს. მე ვერ წავიდოდა სკოლაში და ვერა ხო? ვერა. სტრესი იქნება ხო მაგას? მაგარი სტრესი იქნება. სკოლის მოსწავლეების ჩაფსმამდე მიყვანა რომ უხაროდა, ახლა ის პრემიერი თავად არის სტრესში და დაიჭერს თუ არა მას ბიძინა ივანიშვილი, ეს სტრესი კიდევ დიდხანს არ გაივლის. არც იმათი სტრესი გაივლის, ახლა რიგში რომ არიან და საკუთარ განაჩენს ელოდებიან. თანამდებობები არის დროებით ჩემო ძურფასებო. როგორც გაირკვა, თანამდებობები და ფული არის კიდევ დროებითი, ოქროს ზოდები და საათებიც. ხო, მშვიდობის დარგში ნობელის კანდიდატობაც დროებითია. ნეტა ახლა რას ფიქრობს მარიამ ლაშხი, რომ იმტკიცებდა ღარიბაშვილი ნობელზე წარდგენას იმსახურებსო. გაიწეროს კრიტერიუმები რა, როგორ და მიმსჯელოთ. აქ მაყოფილებს თქვენი აზრით ირაკლი ღარიბაშვილი ამ კრიტერიუმმა მშვიდობის ნაწილში რა თქმა უნდა. ხო, კიდევ საარჩევნოდ გამოგონილი პროპაგანდაა დროებითი. რუსეთში ჩატარებული ვითომ სპეცოპერაციებიც. გარეჯი საქართველოს ჰეშტეგის გამო ორი პატრიოტი ადამიანი რომ ციხეში იჯდა და მათი რეპუტაციის შელახვას ცდილობდნენ. მათი ღალატის არავინ დაიჯერა ამ ქვეყანაში. აი ღარიბაშვილის ღალატის დაჯერებას კი წამიც არ დასჭირვებია. მაგაზე ვერ ვიდარდებ. ის კი ნამდვილად მადარდებს იორდანეში ღარიბაშვილის მიერ მონიშნულ სანათლავს რა ბედი ეწევა. ქართულ ოცნების პრემიერ-მინისტრებიდან გადახედეთ თქვენ, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას. ყველაზე მეტხანს 5 წელი ვიყავი მე პრემიერ-მინისტრი. 11 წლიდან 5 წელი ვიყავი მე. ნამდვილად, ქოცის ლოგიკას თუ გავყვებით, ყველაზე დიდხანს ყავდათ მოღალატე და კორუმპირებული პრემიერი, თუმცა არც სხვა პრემიერები აღმოჩნდნენ წმინდა წყლის დამლებები. ერთი ბავშვთა სიღარიბე შეეწირა და კაცმა არ იცის სად არის. მეორე ისე მოვიდა და წავიდა, არავის დაამახსოვრდა. მესამე მოღალატე და მიწების რუსეთისთვის გადამცემელი აღმოჩნდა და ივანიშვილის მართლმსაჯულებას ახლა გერმანიაში ემალება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კორუმპირებული აღმოჩნდა, სუსის ყოფილი უფროსიც, მინისტრების მოადგილეები თუ უფრო დაბალი რანგის თანამდებობის პირები. ვინმე ბიჭიკო პაიკიძეც კი ფულს პარავდა თურმე ამ ქვეყანას. ამას ეუბნება ახლა ქოცი საკუთარ ამომრჩეველს. პრეზიდენტებზეც იგივეა. ზოგმა სხვანაირი ხასიათი გამოავლინა. ზოგი გარეძალების აგენტი აღმოჩნდა. და მე ვეკითხები ქართული ოცნების რიგით ამომრჩეველს. რა გარანტია გაქვთ, რომ ახლაც ამ მომენტში დამნაშავეები, მოღალატეები და კორუმპირებულები არ გმართავენ? თუ მერე ხატია სიჭინავასავით გაემიჯნებით ყველას. გამოკრულია ფოტოები, ღარიბაშვილის მეხოტბეებმა კომენტარი არ გააკეთეს და რატომღაც არის ჩემი ფოტო. როდის დამინახეთ ღარიბაშვილს რომ ვაგებდი, ვადიდებდი, ან საერთოდ როდის ვახსენე მისი სახელი. მე ესეთი რამე არ მახსენდება. ღარიბაშვილის ქებაზე ახლა პასუხისმგებლობის აღება აღარავის უნდა. ხატიაც კი ხვდება რომ უნდა გაემიჯნოს. ხატია თუ ხვდება, ვოლს კი თავისთავად მიხვდება. ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის. ქართული ოცნების ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია, ეს მციმეა, რაც ხდება. მაგრამ ფაქტია რომ მათ უგანეს ვინც დანაშაული ჩაიდინა საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდს და იმ პრინციპებს, რაზეც ვყარად ვიყავით შეთანხმებული. არავითარი დამდობა, ვინაიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ვერანაირი პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენციად და ვერანაირი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენციად ამ ჭრილში. და უკვე ის ფაქტი, რომ დღეს წესრიგში დადგა ამგვარი ღონისძიების ჩატარება არის ძალიან სამწუხარო. ნამდვილად სამწუხაროა. ისიც სამწუხაროა, არავინ რომ არ იცით თავად რა ბედი გელით, მაგრამ როცა იქნება გაიგებთ ივანიშვილის ხელში ან მის გარეშე. აბა თქვენ ქოცობა კარგი ხომ არ გგონიათ? ხან დაგიმონებენ, ხან დაგიჭერენ, ხან სამშობლოს ღალატზე მოგაწერინებენ ხელს, ხან რუსულ კანონებზე, ხან მოღალატედ შეგრაცხავენ, ხან ფულს მოგაპარინებენ და მერე მაინც დაგიჭერენ, ხან თვითმკვლელობამდე მიგიყვანენ, ხან გადარჩებით, ხან ვერა. და რადგან ღარიბაშვილს შესაბამისი მადლობა არავინ გადაუხადა, ერთი
ჩემი ძველი სიუჟეტის დასასრულს გავიმეორებ და მე გადავუხდი. მადლობა ირაკლი 17 მაისისთვის, 5 ივლისისთვის, მადლობა ჩვენი დარბევისთვის, ლექსოს მკვლელობისთვის, რადიკალიზაციისთვის, სიძულვილის ენისთვის, სასამართლო კლანისთვის, პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის, ევროპისგან დაშორებისთვის, სიღატაკისთვის, სტაგნაციისთვის, კორუფციისთვის, შარლ მიშელის გადაგდებისთვის. მადლობა რომ ყველას ფარულად გვისმენდით. მადლობა რომ ეკლესიას და საკუთარ თანაპარტიელებსაც უსმენდით. მადლობა რომ თქვენც გისმენდნენ. მადლობა ჰაკიმ ფაშობისთვის, ძვირადღირებული საათებისთვის. მადლობა ლექსო ჭიკაიძისთვის, აი იმ ლექსოსთვის, მინისტრი რომ იყო და თალიბანი რომ პიროვნება ეგონა. მადლობა ჯუანშერ ბურჭულაძისთვის. მადლობა თავის დროზე ივანიშვილისთვის ნაყიდი ვერტმფრენისთვის. მადლობა რომ ხან ტრიტრი იყავით და ხან ანკუნი. მადლობა დავით გარეჯის საქართველოა ჰეშტეგისთვის, რუსეთში ჩატარებული ვითომ სპეცოპერაციისთვის, უდანაშაულო ხალხის ციხეში გამომწყდევისთვის. მადლობა უკრაინელების ლანძღვისთვის და რუსეთის მხარეს ყოფნისთვის, პრორუსული ძალების მფარველობისთვის. მადლობა რომ მარგარიტა სიმონიანი გაქებდა, ცოლის ნათესავებისთვის, კახური კლანისთვის, ცოლის ტყის ჯუქებით გაბედნიერებისთვის. მადლობა ოქროს ზოდებისთვის. მადლობა ივანიშვილისთვის გადახდილი ყველა მადლობისთვის. მადლობთ. დავშით დაღიმებულები